ქრისტეს მიერ საყვარელნო, ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო, საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო, ჩვენო სულიერო შვილებო. აი უკვე 2011 წელია, გვესმის ანგელოზთა საოცარი საგალობელი, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. რათა ჩვენც იუდეის მწყემსთა და აღმოსავლელ მოგვთა მსგავსად მივიახლოთ და თაყვანი ვცეთ ბეთლემის ცივ გამოქვაბულში ბაგასა შინა მწოლ უჩვეულო ყრმას და გავიხაროთ სიხარულითა დიდითა, რადგან ეს დღე არის საწყისი ცოდვის ბორკილთაგან ჩვენი გათავისუფლებისა და სულიერი თვალმარგალიტით გამშვენებისა, დღე იმ აღთქმის აღსრულებისა, რომელსაც 1000 წლეულების მანძილზე ელოდა კაცთა მოდგმა, წინასწარმეტყველთა და მართალთა მთელი თაობები. როგორი უბრალოები წარუდგა სოფელს შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, რათა გონებისთვის მიუწვდომელი თამდაბლობითა და ხელშეწირული სიყვარულით განკაცების პირველი წუთებიდანვე მომაკვდინებელი დარტყმა მიეყენებინა ამ პარტავნებით შეპყრობილი ეშმაკისათვის. როგორ ეშინოდა ბოროტს ამჟამის დადგომის, მან მეფე ჰეროდეს სახით და მისი საშუალებით მოინდომა არ დაეშვა დედამიწაზე ღვთისამ სასწაულის აღსრულება და ამიტომაც გასცა ბრძანება, მოეკლათ ყველა ახალშობილი, რომელთა რიცხვმაც 14,000 მიაღწია. წარეთ ტირო და რაქელი შვილთა თვისთა, მაგრამ ამ ცდელობის მიუხედავად განგებულება ღვთისამაით განცხადდა და კაცობრიობისათვის ზეცის კარიბჭენი განიხნა. რათა გავაცნობიეროთ აღნიშნული სიტყვების მნიშვნელობა, შეგახსენებთ, რომ ჩვენი დაუძინებელი მტერი, ბოროტის სული, რომელიც თავდაპირველად ნათლით მოსილი ანგელოზი იყო, ამ პარტავნების ცოდვის გამო თავის მიმყოლ ანგელოზებთან ერთად ზეცის თვალშეუდგამის სიმაღლიდან ქვესკნელამდე დაემხო. რადგან შემოქმედის მიერ ნაბოძებს სიკეთეთა მითვისება და ღმერთთან გატოლება მოინდომა. გავიხსენოთ ადამი და ევაც, როგორ ბედნიერად ცხოვრობდნენ ისინი სამოთხეში, მაგრამ ამ პარტავნების გამო სატანის მიერ ცდუნებულებმა ღმერთობა ისურვეს, დაივიწყეს უფლის მცნება, იგემეს აკრძალული ხის ნაყოფი და მკაცრადად დაისაჯნენ. მაშინვე დაკარგეს მადლი შემოქმედთან სიახლოვისა, დაკარგეს სამოთხე და როგორც თვითონ, ისე მათი შთამომავალნიც ხრწნილებასა და სიკვდილს დაექვემდებარნენ. ამ პარტავნება ეს არის უპირველესი, უდიდესი და უსაშილნესი ცოდვა, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანში აქვს მეტნაკლებად ფესვი გადგმული და სწორედ იგი არის მთავარი დამაბრკოლებელი მიზეზი ჩვენი ღმერთთან მიახლებისა. ამიტომაც ამ ეპისტოლეში აღნიშნულ ცოდვაზე გავამახვილებ ყურადღებას. რა განაპირობებს მის განსაკუთრებულობას? უპირველეს ყოვლისა ის, რომ იგი ყველა სხვა სიბილწესაც შობს. მამები ამბობენ, რომ 12 ვნება არსებობს და ვინც მათ შორის უმთავრეს ამ პარტავნებას თავისი ნებით მიიღებს, მისი საშუალებით დანარჩენ 11-საც თავისთან განუზომავს ადგილს. მაშინ როდესაც სხვა მანკიერებანი პირველ რიგში მისი საპირისპირო სათნოებებს უკუღმართებენ, მაგალითად სიძვა სიწმინდეს, შურის სიყვარულს, ნაყროვანება თავშეკავებულობას და ასე შემდეგ. უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ადამიანმა შეიძლება დაძლიოს ყველა ცოდვითი მიდრეკილება და მიხვდეს, რომ ესა თუ ის ვნება აღარ აწუხებს, მაგრამ ამას ვერასდროს იტყვის ამ პარტავნების შესახებ. მან ყველგან და ყოველთვის შეიძლება დაგვიგოს მახე და მსწრაფ განაქარვოს წლების მანძილზე ჩვენი დაუღალავი ღვაწლით მოპოვებული მადლი.
ამასთან სხვა ცოდვები შედარებით ნელი მოქმედებისაა, ხოლო ამ პარტავნება, როგორც კი ტახტს დაიდგამს ადამიანის სულსა და გულში, იმ წამსვე დაღუპავს მას. მდგომარეობის გამოსწორებისათვის კი ძალიან დიდი ძალის ხმევაა საჭირო. წმინდა მამები ორი სახის ამ პარტავნებას განასხვავებენ: ხორციელს და სულიერს. ხორციელია, როცა ამა თუ იმ პიროვნებას თავი მოაქვს სხვადასხვა მიწიერი ამ ქვეყნიური სიკეთით, მაგალითად სიმდიდრით, სილამაზით, თანამდებობით, ჯანმრთელობით, სიძლიერით და ასე შემდეგ. ხოლო თუ იგი თვითკმაყოფილებას განიცდის ცოდვებთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებებით, მაშინ სახეზე გვაქვს ამ სცენის ყველაზე მძიმე ფორმა, სულიერი ამ პარტავნება. ზოგიერთი გულწრფელად იკითხავს: მე თუ ჭკვიანი ვარ და ჩემს საქმიანობაში წარმატებული, თუ დამოუკიდებლად შევძელი ქონების შეძენა ან გავლენის მოპოვება, ვისი დამსახურებაა ეს, თუ არა ჩემი? წმინდა მამები ამ კითხვაზე მათ ასე პასუხობენ: შენ შეგეძლო გიამაყა იმით, შენ შობამდე რომ გიარსება და ქონოდა რამე, მაგრამ რადგან ღმერთის შექმნილი ხარ, დარარსობიდან არსობაში შემოსული, ყველა სიკეთე რაც შეიძინე, ღვთის საჩუქარია და ნაკლებად შენი დამსახურება. შესაბამისად, თუ მოიძიებ ისეთ რამეს, რაც გაგიკეთებია გონებისა და გულის გარეშე, შენი ნამოქმედარია, დანარჩენი კი უფლის მიერა ნაბოძები და ტყუილად ითვისებ. თუ კარგად დაუკვირდები, შეიცნობ, რომ შენი მარტო შენი ნებელობაა, შენია მხოლოდ სურვილი და შესაძლებლობა იმისა, თუ ვის დაუმორჩილებ ყოველივეს, რითაც უფალმა დაგაჯილდოვა. ადამიანი ან მიდრეკილია უფლისკენ, ან ეშმაკისკენ, ანუ საკუთარი თავის განდიდებისაკენ. თუმცა პირველ ეტაპზე ამ პარტავანის ღვთისადმი მადლიერებას გამოხატავენ ხოლმე. ოღონდ სიტყვით, გულში კი მხოლოდ საკუთარ თავს განადიდებენ. შემდგომ საფეხურზე კი მათ არათუ თავისი ღვაწლის წარმოჩენა ერიდებათ, არამედ სხვათა დამსახურებასაც საკუთარ თავს მიაწერენ, ამცირებენ გარშემო მყოფთ, აზვიადებენ ყველაფერს და ითხოვენ გამორჩეულ პატივს. გულწრფელი აღსარება მათთვის თითქმის უჩვეულო რამაა. არადა ერთი შეხვედით, როგორი ადვილია შენს თავში ღმერთის მყოფობა აღმოაჩინო და მისდამი მადლიერებით განიმსჯვალო. რომ დავიბადეთ და დავდივართ, რომ ხედავთ, სხუნთხავთ და გვიყვარს, რომ ვაზროვნებ და შეგვიძლია ამა თუ იმ საქმის კეთება, ეს ხომ წყალობაა. ხომ შეიძლება ერთ წუთში დავკარგოთ თვალის ჩინი, ან გასჯის უნარი, ან მოძრაობის შესაძლებლობა და მერეღა მივხვდებით, რა უმადურნი ყოფილვართ. იაკობ მოციქული გვაფრთხილებს და გვმოძღვრავს, რომ ამ პარტავანთა შემოსრავს ღმერთი. არ წერია, რომ ასევე შემოსრავს მაგალითად ქურდებს, მრუშებს, სრუტ, სათამაშო ბიზნესით დაკავებულებს, ლოთებს. მართალია მათი შეცოდებანიც მეტად დიდია და საჯელსად დიდს მოიწევენ, მაგრამ ამის ჩამდენთ აქვთ ერთი უპირატესობა: ისინი მოქმედებენ თავისი თავის ან სხვა ადამიანის წინააღმდეგ. ამ პარტავანი კი თავისი თავხედობითა და უმადურობით აშკარად უპირისპირდებიან შემოქმედს. როგორ დავაღწიოთ თავი ამ საშინელ მდგომარეობას? თავმდაბლობა არის ერთადერთი წამალი ამ პარტავნებისაგან განკურნებისა. მას კი მოვიპოვებთ თუ საკუთარ თავს ჩვენ მეს უარყოფთ და ღვთისადმი მადლიერებით აღსილნი სიმშვიდითა და ღირსეულად შეხვდებით ქებასაც და დამცირებასაც, სიხარულსაც და ტკივილსაც, უსამართლობასა და შეურაცხყოფას. ამასთან ჩვენი შინაგანი სამყარო ისე უნდა წარმართოთ, რომ სხვა ჩვენზე უკეთესად, უფრო გონიერად და უპირატესად მიგვაჩნდეს. ჩვენ მიერ აღსრულებული კეთილი საქმეები კი უფლის წყალობად და არა საკუთარ დამსახურებად. მაშინ შეიმუსრება ჩვენი სიამაყე და პატივმოყვარეობა და მის ადგილზე თავმდაბლობით მოპოვებული ღვთის მადლი დაივანებს. რათვის სებებით განვასხვავებთ ამ პარტავან და თავმდაბალთ? თუ ამ პარტავანი თავის ნაკლოვანებებს საერთოდ არ ხედავს, ან როგორც უმნიშვნელოს ისე წარმოაჩენს, არ არის გამორიცხული, იქამდეც კი მივიდეს, რომ ამით იამაყოს.
თამდაბალი მცირე ცოდვასაც მტკივნეულად განიცდის, წუხს და არ მალავს მას, არც მოძღვრის და არც ადამიანების წინაშე. ამპარტავანი კეთილდღეობის შემთხვევაში კიდევ უფრო ამაყი ხდება. განსაცდელი ჟამს კი ხვედრს ემდურის, გაბოროტებულია, სიმშვიდეს ვერსად პოულობს და სასოწარკვეთილებისკენაა მიდრეკილი. თამდაბალი კი მწუხარებასაც და სიხარულსაც მადლიერებით იღებს. მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება და სულიერ კიბეზე ზიახსვლას სულგრძელებითა და მოთმინებით განაგრძობს. ამპარტავანი მაჭიროებელთ ბოროტებით პასუხობენ და თუ ამის საქმით ვერ აღწევენ, ცილისწამებასაც არ ერიდებიან. ღვთისათნონი კი აბის-ქმნელთათვის ლოცულობენ და ცდილობენ სიკეთით უპასუხონ, რადგან ბოროტება მხოლოდ სიყვარულით იკურნება და იციან, რომ ეს არის სათნო წინაშე ღვთისა. ჩვენ დროში განსაკუთრებით ზეიმობს ამპარტავნება, რადგან მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებამ ადამიანი თავის თავზე შეყვარებული და თავდაჯერებული გახადა. მას კიდევ უფრო გაუმყარდა ილუზია იმისა, რომ თითქოს საკუთარ ძალებზე დაყრდნობით ყველაფერი შეუძლია გააკეთოს და აქედან გამომდინარე ღმერთის ადგილიც დაიკავოს. ისე დღესასწაულებსაც კი, როგორიც შობა ან აღდგომა, თავისი თავისთვის იწყობენ და ყველაფერს გარეგნულ ელფერს აძლევენ, ხოლო მათი არსი საერთოდ არ აინტერესებთ. ბეთლემშობილი ყრმა ყოველ წელს შეახსენეს მსოფლიოს, რომ ხსნის გზა თამდაბლობითა და უბრალოებით იწყება. კიდევ ერთ მომენტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. რამდენჯერ შეგვხვდებიან ადამიანები, რომლებიც ეკლესიურად არ ცხოვრობენ, მაგრამ მრავალ კარგ საქმეს აკეთებენ, ქველმოქმედებენ, ამ პატიოსნებით გამორჩეულნი და განვითარებული პიროვნებები არიან. ანუ ერთი შეხვედით სამაგალითონი. მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, ღვთისაგან ყველაზე მეტად დაცირებულნი სწორედ ისინი არიან, რადგან მათ გულსა და სულში გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ამპარტავნებას აქვს ღრმად ფესვი გადგმული. ამიტომაც ასეთი ადამიანი მხოლოდ თავის თავს შეხარის. თითქოს როგორ ადვილია, რომ მან შეცვალოს დამოკიდებულება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს, მაგრამ არა, ნებისმიერი ცოდვისგან გათავისუფლება უფრო ეადვილებად, ვიდრე ამ ნაბიჯის გადადგმა. ამიტომ უწოდებს ნეტარი ავგუსტინე ურწმუნოთა სიკეთეთ ბრწყინვალე ცოდვებს, გარეგნულად თვალის მომჭრელ ჩინაგანად კი ეშმაკის ქმედებებს. ასეთ ადამიანთა მსგავსი იყო ჩვენი ხალხის მდგომარეობა ათეისტურ პერიოდში. 60 წლიანმა კომუნისტურმა რეჟიმმა თითქმის ყველა ადამიანური სათნოებანი წამოსწია წინ ღმერთის რწმენის გარდა და ამით ამპარტავნების საშინელი სენი კიდევ უფრო მეტად გააღრმავა საზოგადოებაში. დღეს მართალია რთულ პირობებში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ ამას თავისი დიდი დადებითი მხარეც აქვს. ჩვენ გვამდაბლებს უფალი და გვაჩვენებს, რომ თავის მოსაწონი არაფერი გვაქვს. გვაჩვენებს იმასაც, რომ ღვთის გარდა იმედი არავისი და არაფრის არ უნდა გქონდეს. ერის გამოღვიძებისა და ღვთისკენ შემოbrunების პროცესი ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. თუმცა ის ფაქტია, რომ ბოროტი ადულად ართმოს პოზიციებს და ახალ მოულოდნელობებს გვთავაზობს. მაგალითად მცირე, მაგრამ აქტიური ჯგუფი მოქალაქეებისა უზნეობით ამაყობს და ცდილობს სხვებიც მათი მსგავსი გახადოს, რასაც ჩვენი მასმედიის საშუალებებიც მხარს უბამენ სიმართლით სახელით ავხორცობისა და სისასტიკის პროპაგანდას ახორციელებენ და ამით დიდ სამსახურს უწევენ ბოროტს. ღმერთის გზით მავალი ადამიანი კი თამდაბლობასთან ერთად მადლს ეძებენ, რასაც წმინდა გრიგოლ პალამა ხელთუხნელ ენერგიას უწოდებს. ეს ის ენერგიაა, რომელიც ნათლის სახით მაცხოვრის ფერისცვალებისას მოციქულებმა თაბორის მთაზე იხილეს. შევნიშნავთ, რომ ღვთისამწყალობით აფსების შესაძლებლობა ყველას თანაბრად აქვს, ნასწავლსაც და უბირსაც, მდიდარსაც და ღარიბსაც,
ქალსაც და მამაკაცსაც, მოხუცებულსაც და ახალგაზრდასაც. ოღონდ იგი ამას გულწრფელად უნდა ესწრაფოდეს და სიკეთით, სულიერი და ფიზიკური შრომით განამშვენებდეს თავის ცხოვრებას. დიახ, მადლმოსილება ადამიანის პიროვნული მდგომარეობაა და ეს უფლის წყალობაა. მის სიდიდეს კი თამდაბლობის ხარისხი განსაზღვრავს. ანუ რამდენადაც თამდაბალი ადამიანი, მით უფრო მეტი მადლის დამტევია იგი. მადლი როგორც ღვთის არსების გამოვლინება, მისი ყველა თვისების მატარებელია. იგი არ არის მოძალადე, არამედ მაშინვე განეშორება ცოდვის ჩამდენს, რადგან ცოდვა მადლი ურთიერთგამომრიცხავნია. სინანულით შემოსვლილ გულს კი კვლავ უბრუნდება და წყალობით ავსებს. ცოდვა მადლს კიდევ ერთი თვისება აქვს, რაც ჩვენმა წინაპრებმა ასე გამოთქვეს. მადლი ხენი, ქვაზე დადე, გაიარე და წინ დახვდებაო. და პაპის ნაჭამმა ტყემალმა შურიშულს მოჭრა კბილიო. ასე რომ ადამიანი თავისი ქმედებით საკუთარ თავსაც და თავის შთამომავალთაც უმზადებს ერთგვარ სურიელ საგზალს, ცუდს და ან კარგს. მეცნიერებაში არსებობს ენერგიის მუდმივობის კანონი, რომლის მიხედვითაც დამტკიცებულია, რომ სამყაროში არაფერი იკარგება, არამედ ერთი სახეობიდან მეორეში გადადის, იგივე ითქმის სულიერ სფეროზეც. ოღონდ აქ ჩვენ გულისხმობთ ამ ქვეყნიურ ყოფას, თორემ უფლის წინაშე ყველა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების მიხედვით განიჯება. მაგალითისთვის გავიხსენებთ ერთ მოვლენას, რომელიც მართალია სულისხონების საკითხს არ ეხება, მაგრამ ვფიქრობ მნიშვნელოვანია. მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში ირანში მოღვაწეობდა გამოსულმანებული უნდილაძეების დიდად გავლენიანი ოჯახი, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს სპარსეთის კულტურულ-პოლიტიკურ ასპარეზზე. ისინი უზარმაზარი ქონებისა და ძალაუფლების მფლობელნი იყვნენ. ეს გავლენა კი სპარსულ საქმეთა ერთგულების გამო მოიპოვეს. ქრისტიანული თვალთახედვით ისინი ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, ღვთისაგან განდგომილნი იყვნენ, რადგან თავის მიწიერ კეთილდღეობას ყველაფერი ანაცვალეს, მაგრამ მდგომარეობა მთლიანად შეიცვალა, როდესაც საქმე სპარსელთა საქართველოზე ლაშქრობა შეეხო. სამშობლოს ტკივილმა და სიყვარულმა მათ გულში დარჩენილი მადლის ნაპერწკალი ალად აქცია და მამაც და შვილებიც ისე გააძლიერა, რომ უარი თქვეს ამ საქმეში მონაწილეობის მიღებაზე, სანაცვლოდ კი დათმეს ქონებაც, თანამდებობას და როგორც თავისი, ასევე თითქმის მთელი თავისი შთამომავლების სიცოცხლეც. მაშინ, როდესაც მათ თანამედროვე ქართველთა შორისაც, უფრო ადრეც, შემდგომაც და დღესაც იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც სიმდიდრისა და ძალაუფლების მოპოვებისათვის უკან არაფერზე იხევენ და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედად გვერდში უდგანან. საერთოდ ეკლესია ღვთაებრივი მადლის საუნჯია. ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ მას გადასცა ძალაუფლება ცოდვათა შეკვრისა და გახსნისა. ამ ღვთაებრივი მადლის მოყვეჩა და სასუფეველი დამკვიდრება მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაშია შესაძლებელი, რადგან იგია მაცხოვრის მისტიური სხეული, რომელიც ღვთაებრივი მადლით ზეციურ მოზეიმ ეკლესიას უკავშირდება და ეს ურთიერთობა ლოცვით ხორციელდება. მე არაერთხელ მithქვამს, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა. უფლისა და ზეციურ ძალთა გარდა ჩვენ შემწედ უპირველეს ყოვლისა გვყავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, დედა და მფარველი საქართველოსი, მსოფლიო მართლმადიდებელ წმინდათა დასი და რა თქმა უნდა ჩვენი ეკლესიის წმინდანები. აგრეთვე სამოთხის მკვიდრის სხვა ჩვენი ღირსეული წინაპრები. ესაა მადლი და ძალა ჩვენი ქვეყნისა. მაგრამ მათი შეწევნა რომ მივიღოთ, განწმენდილი გულით აღვლენილი ლოცვა უნდა შევწიროთ, რათა მოხდეს სინერგია ადამიანური და ღვთაებრივი ძალის შერწყმა და მოიპოვოთ ცხონება. როგორც აღვნიშნეთ, ადამიანის ცხონების მისი პირადი ნება განსაზღვრავს, ქვეყნის კეთილდღეობას კი მადლმოსილი ადამიანების სიმრავლე, რათა სიძნელეები დაძლევა შეძლოთ. გარდა სულიერისა, სიძნელეები სხვა მრავლად გვაქვს. მასიური უმუშევრობა, ჩვენი მოსახლეობის უცხოეში მიგრაცია,
საშუალო და უმაღლესი განათლების დაბალი დონე, პატიმრების რიცხვის ზრდა, საბაზრო ეკონომიკისა და ბიზნესის, სოფლის მეურნეობის პრობლემები. მეტად სამწუხაროა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ერის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ემატება. როგორც ცნობილია, მე-19 საუკუნის ბოლოს მეფის რუსეთის იმპერიაში შემუშავდა მეცნიერული კონცეფცია დაყავი და იბატონეს პრინციპის გათვალისწინებით. საქართველოში მეგრულ, ლაზურ, ქართულ, სვანური ენებისა და კულტურების დამოუკიდებლად არსებობის შესახებ. ეს პროცესი მეტნაკლებად ფარულად დღეს კვლავ მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ უცხო ქვეყნების ინტერესებს ემსახურება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ დავიცვათ ჩვენი ერთობა, ისევე როგორც ამას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები. ოღონდ როგორც დიდი ილია ამბობს, არ არის არა ხმლისა, არამედ წიგნებისა და კალმის ომი. პრობლემის მნიშვნელობიდან გამომდინარე საჭიროა მთელი საზოგადოების ძალისხმევა, რათა შეიქმნა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ვებგვერდები, რომელიც სათანადო პასუხს გასცემს როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე ქართველი ერის დაშლის მოსურნედ. ამ საქმეში დიდი სამსახური შეიძლება გაწიონ უცხოეთში მყოფმა ჩვენმა თანამემამულეებმა. მათ ვებგვერდები იმენაზე უნდა გააკეთონ, რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ. ამით ისინი სამშობლოს ინტერესებს შესაძლებლობისამებრ დაიცავენ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველ-მღვდელმთავრად დადგინების შესახებ. ეს არის ისტორიული რეალობის საჯაროდ კიდევ ერთხელ განცხადება და თქმა იმისა, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ხოლო აფხაზეთის მოსახლეობა საქართველოს ეკლესიის სულიერი შვილები, რასაც მოწმობენ წერილობითი წყაროები და აქ აღმართული უძველესი ტაძრები. იგივე ითქმის ცხინვალის რეგიონის შესახებაც. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ისტორიის მანძილზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიუხედავად საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საზღვრები არ შეცვლილა. ღვთისწყალობით სულიერად თითქმის ყოველთვის ინარჩუნებდა ათასწლეობით ჩამოყალიბებულ თლიან სხეულს ჩვენი ქვეყნისა და ეს დღესაც ასია. ის რაც ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და სამაჩაბლოს ცხინვალის რეგიონის ოსებს შორის მოხდა, შედეგია პოლიტიკური ინტრიგებისა და მას ჩვენ ხალხებს შორის ურთიერთობასთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენ გვაკავშირებს სისხლით ნათესაობა, საუკუნოვანი თანაცხოვრება, ნათელმირონობა, მეგობრობა, მრავალრიცხოვანი შერეული ოჯახები, რაც იძლევა იმედს იმის აღდგება და განახლდება ძველი ურთიერთობა და მეგობრობა აფხაზებთანაც და ოსებთანაც. შევეხები მთის პრობლემებსაც. საქართველოს ოდითგან მთისა და ბარის ერთობით იყო ძლიერი. ბარს მთა იცავდა, მთას კი ბარი განამტკიცებდა. გახსოვთ უნდა ჩაღაბასის შემოსევა, როდესაც კახელების საარაკო მამაცობის მიუხედავად რიცხვით მრავალმა მტერმა ეს მხარე მაინც დაიკავა. მთიელების სახალხო ლაშქარი შეიყარა და თავგნაწოლული ბრძოლით სპარსელნი განდევნა. ბაქტრიონის აჯანყების სახელით ცნობილმა ამ მოვლენამ არა მარტო ბარი იხსნა სრული იავარქმისაგან, არამედ მთიულეთი და ფშავ-ხევსურეთის გადაწყდა. სამწუხაროდ კომუნისტურ პერიოდში საქართველოს მთიანეთი დაიცალა და დღეს მიტოვებული არა მარტო სოფლები, არამედ მთელი კუთხეები, კერძოდ თუშეთი, ხევსურეთი, ფშავის ნაწილი, რაჭა, სადაც ზაფხულის პერიოდის გარდა მოქმედ სოფლებში თითო ორ-ოლა ოჯახი ან სულაც ერთი ადამიანი სახლობს. არადა ამ ტერიტორიების განსაკუთრებულობას ისიც განაპირობებს, რომ ისინი საზღვრისპირა რეგიონებია და მათ სტრატეგიული დანიშნულებაც აქვთ. ვინაიდან არსებული მდგომარეობის მთავარი მიზეზი ეკონომიკური პირობებია, სახელმწიფოებრივი თანადგომისა და მატერიალური მხარდაჭერის გარეშე ბუნებრივია მოსახლეობის დაკავება ვერ მოხერხდება. ეკლესია
თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს წვლილი შეიტანოს აღნიშნული მხარეების გამოცოცხლების საქმეში და მიზნით აქ მონასტრები არსებობს. მთის თემას აქტუალურობიდან გამომდინარე შედგა ჩემი მოგზაურობა თუშეთსა და ხევსურეთში. ამ რამდენიმე თვის წინ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აღმოსავლეთ მთიანეთს და რაჭას დროულად უნდა გაეწიოს სერიოზული დახმარება, თორემ შემდეგ 10-ჯერ მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო მდგომარეობის გამოსაცხოვრებლად. ჩვენ ადრე შევთავაზეთ ხელისუფლება და ახლაც შევახსენებთ, რომ იქნებ ერთ-ერთ საქმედ იქცეს აქაურ დაუსახლებელ ტერიტორიებზე მცირე დანაშაულის მქონე პატიმრებისათვის მიმაგრების ადგილებისა და სოფლების მოწყობა თავისი მეურნეობებით, რაც დასაქმების პრობლემასად ნაწილობრივ გადაწყვეტს და დაცულ ზონებსაც შექმნის. ბუნებრივია, აქ უნდა ასევე განვითარდეს მესაქონლეობა, მეღარეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა, ხელსაქმე, მიწის ერთობლივი დამუშავებისათვის კი უნდა შეიქმნას კოოპერატივები. სვანეთში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში განხორციელებული სახელმწიფო პროგრამები იმედს იძლევა, რომ ეს საკითხიც აქტუალური გახდება და მდგომარეობა გამოსწორდება. სულ ორიოდე სიტყვით შევნიშნავ იმასაც, რომ ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორც საქართველოა, მიწას, სასარგებლო წიაღისეულს, წყალს და ტყეს, ასევე მუზეუმებსა და არქივებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და გაყიდვა გასხვისება არ შეიძლება. საჭიროა სახელმწიფოს მიერ შემუშავებულმა კანონებმა დაიცვას ერის ეს საუნჯე. ჩვენ ზემოთ მრავალ თემას შევეხეთ, რომელთა მოგვარებაც ხელისუფლებას ევალება, მაგრამ თითოეულ ჩვენგანზეც დიდი პასუხისმგებლობაა დაკისრებული. ეს ლიტონის სიტყვები არ არის. ყველამ, ვისაც უნდა ღვთისმშვილად იწოდებოდეს, ზრუნვა პირველ რიგში მადლის მოხვეჭისათვის უნდა დაიწყოს, რომ ერთობლივი ძალით ღმერთის მფარველობა მოიპოვოთ. ცალკეულ პირთა მადლმოსიდება ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისათვის არ არის საკმარისი. გავიხსენოთ მართალი ლოთი და პირისაგან მიწის აგვირი სოდომ გომორი, ვინაიდან ყველა ჩვენი პრობლემა ღვთაებრივი მადლის ნაკლოვანებიდან მომდინარეობს. მე მომავალს იმედით ვუყურებ, რადგან ვიმეორებ ქვეყანაში მიდის სულიერი გამოგვიძების რთული და გამწმენდელი პროცესი. უფალი თავისი იდუმალი, კივნეული მადლი გადარჩენილი გზებით გვატარებს, რათა თითოეული ჩვენთაგანი ვითარცა მამასთან დაბრუნებული, დამდაბლებული და შეჭირვებული უძღები შვილი გულში ჩაიკრას და სიხარულით აღცილმა საზეპურო სუფრა გაუშალოს. საყვარელნო დანო და ზმანო, არჩევანი თქვენზეა, საქართველოს ბედიც თქვენზეა დამოკიდებული. ამ იდუმალებით მოცულ ღამეს ჩვენ გავყვეთ ბეთლემის მიმავალ დიდებულ ვარსკვლავს და გავიხაროთ სიხარულითა ფრიად, რამე თუ ჩვენთვის იშვა ყრმა ახალი პირველ საუკუნეთა ღმერთი. სიყვარული თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი, შობა ქრისტესი, თბილისი, 2011 წელი.